კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემომიერთდა გეტყვით, რომ ეს არის ფიტნეს კლასი ალექსანდრასთან ერთად, ეს არის თეკო ცინცაძე, ზუმბას ფედერაციის წარმომადგენელი, ზუმბას ინსტრუქტორი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ძალიან მაგარი მეთოდით ცდილობს, რომ ქართველი ქალები აიყოლიოს და გაალამაზოს, ხო? თეკო, მითხარია ორი სიტყვით შენ შესახებ. მოგესალმებით, გილოცავთ პირველ რიგში ბარბარობას, მრავალს და ესწერი და უფალო მოგცეთ იმის განწყობა ყოველთვის, რომ იყოთ კარგ ხასიათზე, ენერგიულები და დავიბედოთ ეს ყველაფერი. ზუმბას კი ბატონო. ახლა რაც შეეხება ზუმბას, ზუმბა ეს არის ანტიდეპრესანტი, მე არა ერთხელ მithქვამს ეს ჩამოკარგებო, იმისათვის რომ ვიყოთ ლამაზები, კარგ ხასიათზე, ყოველთვის თავდაჯერებულები, ჩვენი სხეულის კორექცია როცა გჭირდება, თუ არ გჭირდება, მაინც მობრძანდით აუცილებლად და ივარჯიშოთ ჩვენთან ერთად. დიახ. მოდი დავიწყოთ, ჩვენ უკვე ძალიან გახურებულები ვართ. იმე სერია უკვე ჩავატარეთ, გავამხიარულეთ აქ ყველა და დავიწყოთ თქვენთვის მოძრაობა. გვაქვს თეკო. დავწირთოთ პრესი. დავწირთოთ. და რაც თავარია გავიკიმოთ. ოთხჯერ. განწყობა ბრაზილიური ხო? აბა როგორ? წარმომიდგენია რა ბრაზილიელებს სულ კარგი ხასიათი და სულ კარგი განწყობა? აბა როგორ? ზუმბა მე მიყვარდეს იმიტომ, რომ ხარ გაშხანთილი. დილიდან რომ ასეთი ჰანგებით დაიწყებ, უკვე ძალიან მაგარი. ეხლა პრესს ავარჯიშებ ხო? კლავები არის აქ დაწირთული. გავჭიმეთ. ხრები. ნაკ პრესი როგორ დაგვეჭიმა? ორჯერ. თავარი არის რომ ვიგრძნოთ თავისუფლება. ბრაზილიელებით გამოგდით. ძალიან მაგარი. გვერდზე? ძალიან ყოჩაღი ხარ ალექსანდრა. მართლა? მეგონი შეთან შედარებით. ორი. გავაგზავნეთ. ყოჩაღი ძალიან მაგარი. ბუმ ბუმ ჰე. შეთან სიარულიც შეიძლება. ჩვენთან შეგიძლიათ მობრძანდეთ. ახლა იხსნება გვაქვს ესეთი სიახლე. ლაბელ მედიკალ სპორტი ხსნის ახალ დარბაზს ვაკეში. შეგიძლიათ მობრძანდეთ. კვირაში რამდენჯერ ურჩევ? ხალბატონებს იცეკვენ შეთან. პირველ რიგში დროზე დამოკიდებული და შემდეგ სურვილს, ხო? რა თქმა უნდა და ესე იგი შეგვიძლია კვირაში 3-ჯერ, 2-ჯერ, 4-ჯერ, ერთხელ ესე იგი იცი რა მინდა მაყურებელს ვთქვა, რომ ზუსტად 3 წუთია თუ 4 მაქსიმუმ ვცეკვავთ. ვცეკვავთ რა შენ ცეკვა ყველაზე ენერგიულად და უკვე მართლა კანცი გაგწდა, იმიტომ რომ ძალიან ენერგიულია, ძალიან მაგარი. ეს ზოგადად არ უნდა მოგვეჩვენოს ის, რომ ეს არის რთული ან რაღაც მართლა არ არის ესე და ვწვავთ 500-დან 1000 კალორიამდე. საათში, ხო? ძალიან კარგი. 45 წუთის განმავლობაში. მოდი ჩვენ ეს 45 წუთი გამოვიყენოთ მაგაში 1000 კალორია დავწვოთ და დროებით დავამშვიდობებით ჩემ მაყურებელს. მორიგ ჩართვამდე. და მე რა მომწეს?
მაშინ ასე შემოგიერთით კიდევ ერთხელ ეს არის ბოლო ჩართვა ზუმბას კლასიდან ასე რომ აკვყევით ჩართოთ მუსიკა ძალიან ხმამაღლა და განწყობა არ დააგდოთ რა თქმა უნდა მე ჩემს საყვარელ ზუმბას ინსტრუქტორთან ერთად ისევ შემოგიერთით და მაშინ ასე დავიწყოთ ცეკვა მუსიკა გვინდა თუ შეიძლება მუსიკის გარეშე არ შეიძლება რა თქმა უნდა ზუმბას არც ერთი მოძრავის გაკეთება მოკლედ მე გიყურებ თეკო და შევეცდები რომ შენ ნახევარი მაინც გამომივიდეს რასაც შენ აკეთებ გადასარევად გამოგდის ყველაფერი არის დარდოშა ანუ ხდებით ხო აქ დატვირთვა არის ბარძახზე საჭრომ კუნთებზე და მკლავზე ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა. აკეთ, ორი, სამი. თანაბრად ვაკეთებ ორივე მხარეს, ხო? კი ბატონო, ხა სწრაფად. წავიდა. ისე მაგრამ მოძრავებთ. წავიდა, ერთი, ორი, სამი. დავამატოთ ხასიათით. დავამატოთ ჩაჭდა ჩავждეთ და ბოლომდე არ მოდიოთ ხო? გავსწორდით მაქსიმალურად დავარტყათ ხო თედო? ორჯერ მე ჩემი ინტერპრეტაციით ერთად გადასარევი გოგო ხარ. დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი აკვირდა ძალიან მარტივად, რომ არ არის ეს რთული ცეკვა. ძალიან მარტივია და ყველა კუნთი ჩართულია ხო მოძრაობაში? აბსოლუტურად. უკან რაც უფრო თავისუფლად გრძნობ თავს უკეთესია რა? მაქსიმალურად მარტივად თავისუფლად უნდა მივიღოთ ყველა მოძრაობა. ჩქარა, უკომპლექსოდ, თავისუფლად, ნელა, შევეცადოთ ხელები, რომ ახლოს წავიდა. ეს მოძრაობა მოწეს. შეგაკუნთები. ჩავჯექით. ოლალა. მეორე. გადავაბით. ძალიან მაგარია. მე ისე ვისიამოვნე რომ აი ვერ აკითხეთ ეკო ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად უდავია რომ ზუმბაზე რომ შევინარჩუნო კარგი განწყობა, კარგი ფორმა. ძალიან მაგარი ხარ, დიდი მადლობა. გამდელი გაკვეთილისთვის იმედია შევხვდებით. ძირფასად მაყურებლებო და ადამიანებო რომელსაც გინდათ რომ კარგ ფორმაში იყოთ აუცილებლად შეიგრძენით ეს ბრაზილიური ჰანგები, კოლუმბია, სამხრეთ ამერიკა და ზუმბაზე იარეთ და იცეკოთ რაც შეიძლება მეტი რომ კარგ განწყობაზე იყოთ და რა თქმა უნდა ლამაზ ფორმაში. დროებით გემშვიდობებით კარგად. დარბაზში. მადლობა.